ნაკელი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ მეურნეობაში არის, გადავაქციოთ კომპოსტად და მე ის კომპოსტი გამოვიყენოთ ნიადაგის გასანოყირებლად და მეორე და უკეთესი სამყაროში ყველაზე საუკეთესო სასუქი, ვერმიკომპოსტი, ბიოჰუმუსი. ჭიაყელების გამონაყოფი, ჭიაყელები ამზადებენ ამას, რომელიც არის, რა გითხრათ, საუკეთესო სასუქი ჯერჯერობით, რაც კი სამყაროში არსებობს. ბიოჰუმუსის წარმოებისთვის ქართველმა მეცნიერებმა ჭიაყელების სპეციალური ჯიშიც გამოიყვანეს, რომელიც უცხოურ ჭიაყელასთან შედარებით გაცილებით მეტად მშრომელი და ამდანია. ჭიაყელად ამუშავებს ჭიაყელა არის სპეციალურად გამოყვანილი ჯიშები, მსოფლიოში ცნობილია ჯიშები კალიფორნიული წითელი, რუსეთის სტარაწელი და ჩვენ ძალისხმევით გამოვიყვანეთ ახალი ჯიში, ეს არის ახალი ქართული, რომელიც ენდემური ჯიშებისგან საქართველოს ყველა რეგიონიდან შეგრეული ჭიაყელებით 6 წლის განმავლობაში ეს დაფიქსირდა როგორც უკვე პოპულაცია და ჩვენც ეგ დავაფიქსირეთ საქსტანდარტში როგორც ახალი ჯიშის ჭიაყელა, რომელსაც თვისებები აქვს გაცილებით უფრო ესე იგი კარგი ვიდრე კალიფორნიულს და სტარაწელს და რატომ? ჩვენ ჯერ შეგუებულია ჩვენ კლიმატთან ეს ახალი ჯიშის ჭიაყელა, შემდეგ მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონიც გაცილებით დიდი აქვს. როცა თქვათ კალიფორნიული მუშაობს +15-დან +28 გრადუსამდე, ჩვენ ჯიში მუშაობს უკვე 7 გრადუსიდან სადღაც 32 გრადუსამდე. ეს უკვე ძალიან დიდი შეღავათი არის. პლუს ამას კომპოსტის გადამუშავების ხარისხი აქვს ჩვენ ჭიაყელას ძალიან მაღალი. კალიფორნიული ჭიაყელა სწრაფად გადადის ახალ ულუფა საკვებში და თითქმის ნახევრად გადაუმუშავებელ კომპოსტს მიატოვებს. ქართული ჭიაყელა ბოლომდე გადაამუშავებს და შემდეგ მიდის ახალ ფენაში, ასე რომ მიღებული პროდუქტი, საბოლოო პროდუქტი თითქმის 95% არის გადამუშავებული. ნიადაგის ნაყოფიერი ფენის იგივე ჰუმუსის ბუნებრივი პროცესების წარმოქმნას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებამ ხელი შეუწყო პროცესის დაჩქარებას.